გამარჯობა ლაშ. როგორი ნაზი და ჰაეროვანი ხარ დღეს? დღეს იმიტომ რომ ისეთი სტუმარი ყავს რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლები და მომხმარებლები შოქში იქნებიან და ვინ ყავს თქვი? მომხმარებლებიც არის, ამიტომ რომ უსმენენ ხოლმე ჩვენს გახმოვანებულ ფილმებს, მაგრამ ჩვენ ყავს ფილმების გახმოვანების ძალიან ბევრი ბავშვობა, პირადად ჩემი ბავშვობა. და ისეთი პატარა ვიყავი, რომ ხანდახან მიკრძალავდნენ ხოლმე ამ გახმოვანების ყურებას. და მე ვიძინებდი, ჩემს საკუთარ სასტუმროს ხსნი. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ზურაბ გაჩეჩილაძე, იგივე შონზო. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შონზო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან რომ მოხვედი, იმიტომ რომ იმდენი კომენტარი დაიწერა, წარმოდგენა არ გაქვს, რომ დაპატიჟეთ შონზო და დრუპი, დაპატიჟეთ შონზო და დრუპი. სამწუხაროდ დრუპი დღეს ვერ მოახერხა მოსვლა. მაგრამ ძალიან გვიხარია და დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ბევრ მაყურებელს ძალიან გაუხარდა შენიხილვა ჩვენს პოდკასტების სერიაში. მადლობა მოწვევით. ვიტყოდი რომ ჩვენ პრინციპში რაც გავჩნდით როგორც პოდკასტი, ჩვენი მთავარი მიზანი იყო რომ თქვენ უმოკლედ ყოფილიყავით რა. გულისხმობ ხო რომელიმე მოსულიყავით, ან ერთად მოსულიყავით, იმიტომ რომ ხო ჩვენ ვართ მოკლედ ის თაობა ჩვენზე ცოტა პატარებით, ჩვენზე დიდებიც, ვინც ამ ფრაზებით საუბრობთ ხშირად, კი, აი ცოტა რაღაცა რო ვერთობით მეგობრები, მაინც გვახსოვს ხოლმე ეს ფრაზები თქვენი ფილმებიდან რა და მე ამაზე ვიყავი შოქში, რომ მართლა ეხა გავიგე, რომ თავად აკეთებდით სცენარსაც რა. ხო და ყველაზე ბედნიერები ვართ რომ მოხვედით. ეს ამბები, საიდან შექმენით ეს დაუვიწყარი სცენარები და ფრაზები და არ ვიცი, როგორ მოხდა მოკლედ ამ ყველაფრის სინთეზი. თან იმ პერიოდში, სადაც ალბათ უფრო რთული იყო კიდევ დუბლირების გაკეთება, ტექნიკური თვალსაზრისით თუ გულისხმობ. ვიხმართ ხა პირველი დუბლაჟი როგორ გავაკეთეთ. სარკე ტელესტანო დიდი შენობა დგას, სტუდია, კონფერენც დარბაზი და ჭაღზე ჩამოშვებული მიკროფონი კონფერენც დარბაზში. თხარეს ადამიანი ხმის რეჟისორი და ჩვენ აქაც ჩამოშვებულ ჭაღიდან მიკროფონზე ვახმოვანებით. შტატივზეც კი არ იყო, ხო? რომელიც გავახმოვანეთ და რომელიც კინოთეატრების გარდა მე ვერსად ვერავინ ვერ ნახა, ვერ გაუმართლად, ანარჩენებს გაუმართლად ანჩენ ფილმს. ეს იყო დიდიკუში, სნეჩი. დიდიკუში. მაგით დავიწყეთ ეს ეპოქა. დღემდე ჩემი საყვარელი ფილმია და მე მოვუყვები გზა და გზა რას უპირებთ მაგ სნეჩს. სად დაიკარგა ეს სნეჩი, იმიტომ რომ ალბათ მარტო ხო როგორც თქვი კინოთეატრებში გავიდა, ხო? მხოლოდ და მე ვინჩესტერზე ინახებოდა კომპიუტერში და მე როგორც ჩემი ვერსია ეგეთია, რომ დაიწვა თუ დაიკარგა ეს ანუ გაქრა არ გვაქვს ფიზიკურად. რაღაც ხმები ნაწილი ფილმის გვაქვს და ვაპირებთ ხა მაგისი რეინკარნაცია გავაკეთოთ. რა მაგარი იქნება. ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელმა იცის, რომ თქვენი გახმოვანებები ბრუნდებათ, ხო? ნელ-ნელა და პროცესში არის მოკლედ ეს ყველაფერი. ხარისხი ბრუნდა. რა ადგილას ხართ? იმიტომ რომ პირადად მოუტანიათ. ხო, პირადად მე აი სულ მოუთქმელად ველი თქვენს გახმოვანებულ ფილმებს რა. დრო შეიცვალა. მას შემდეგ რაც ჩვენ ამას ვაკეთებდით ეს სტიქიურად, სპონტანურად და ველურად. მიხარია რომ კარგისკენ შეიცვალა. საავტორო უფლებები, ლიცენზიები ასე შემდეგ. ანუ ჩავერთეთ იმ გლობალურ ნეტში, სადაც ამას ითხოვენ ადამიანები და სწორადაც ითხოვენ, იმიტომ რომ ინტელექტუალური პროდუქტია. ამაში ადამიანებს ენერგია, დრო და რესურსები აქვთ დახარჯული და შესაბამისად მათ ეკუთვნით ის, რასაც ითხოვენ. როგორც კი ეს არც თუ ისე ძნელი, მაგრამ დასალაგებელი საკითხი მოგვარდება, არის რამოდენიმე ვერსია. პირველი და უმთავრესი რაც განიხილება ამ წუთასაც განხილვაში არის ის, რომ რომელიმე კინოთეატრს ავარჩევთ. ჯერჯერობით იქ შევსახლდებით და პრემიერებს გავაკეთებთ კინოთეატრში. მოდი რახან ეს დაუზუსტებელია, რამოდენიმე ვერსია განიხილება თვითონ კინოთეატრის სახელს ჯერ არ ვიტყვი. ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რომელი გამოაცხადებს თანხმობას იმის მიხედვით და კინოთეატრში ჩვენი გახმოვანებული ფილმების კულტურასაც ვაბრუნებთ, იმიტომ რომ ბევრს ეხა მაგალითად
იმასაც როდესაც ეს ფილმები ჩვენ გავაკეთეთ აღუები იყვნენ. ვერ აქვს ნანახი მთელი ხიბლი ჩემი აზრით ზოგადად ესეთ ფილმების ნახვის არის კინოთეატრის სიმყუდროვეში ჩამგრალი შუქი, შენი თანამოაზრეების სამეგობრო უცხო ადამიანები ირგვლივ და დიდი ხორხოცი გარემო და ატმოსფერო და შესაბამისად, როდესაც უკვე ეს მოილევა და აქვს სასიცოცხლო ციკლი ნებისმიერ ფილმს კინოთეატრებში box office-ების დაწერის შემდეგ, მოდურად რო თქვა. შემდეგ საკუთარ პლატფორმაზე გადაინაცვლებს. წინ სულა გვაქვს იმან ბავშვირო სტუდიის სახელი გვაქვს უკვე, გახმოვანების სტუდიას ერქვა პირზერაო. დაუწერეს ფოტოშორის Facebook-ზე. პოსტი არ დამეწყოთ ხა საიდან ვინ მოიფიქრა, რას ნიშნავს მოდი ინტრიგა დავტოვოთ აქაც. ეგრე ჯობია. ხო, ანუ სახელიც ისეთია რა, გემრიელი, ბევრი იმით. ერთთან კავშირშია. პირზერაო. თქმა უნდა. უკვე იგრძნობა ვისი ხელი ურევია მარტო სახელშიც. თავის ისტორია აქვს და სადღაც ამ ისტორიას ალბათ მან დრუპი მოვყვები. ჩვენი ორის მოფიქრებულია ეს სახელი და ისტორიაც ჩვენ ორს გვიკავშირდება. აჰა, სული ჩამგრმელებს ამ ყველას. სტუდია პირზერაო, პროდუქტი, რა თქმა უნდა იუმორისტული ფილმები, თამამად გახმოვანებული, რაც დანიშაც იყო. ჩვენ რაც მოვიხდინეთ და ჩვენებური და გააკეთოთ პირველები, მას არის მნიშვნელოვანი. ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის. აჰა, იმიტომ რომ პირველი როგორც კი დავიძახეთ, ამბავი რო ვიწყებთ ამას, ეგრევე მადაგასკარის მეორე და ნადირობის სეზონი და დიდი გამყინვარება ხო იქნება და სუპერმენ რაღაცა Incredibles მეუღლე ატყდა ერთი ამბავი, ერთით ყველაფერი იქნება, ყველას ძალიან მაგარი იქნება. ყველას თავისი საყვარელი პროდუქტი ექნება. პრინციპში დაბრუნება ქვია, იმიტომ რომ დიდი წვეტა იყო, მაგრამ მე მინდა ყველას თქვენი პოდკასტის საშუალებითაც და ზოგადად ყველა არხის საშუალებით მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ ეს გავაკეთეთ და გავჩერდით. ის რომ ამ თემას არ ძინავს არის იმ ადამიანებს ამსახურება ვიც ამას უყურა და შეიყვარა და რაღაც ცალკე ფილმებს თავთავიანთი ბაბლები ყავთ ახლა. ევროტურს თავის კამერა ყავს. ზუიოს ნიღავს ცალკე ყავს იქ რაღაცა ანიმაციურ ფილმებს ცალკე ბაბლი და ყველა მიცის და ერთმანეთს ახსენებენ ხოლმე ხარ და რაღაცა ცისფერი კრუიზი დაიკარგა არ გახსოვს რაღაც კი როგორ არა და მე ატყდება გახსენებები მიდის ხოლმე მე აუ მე ძალიან მინდა რომ ერთი კითხვა დავსვა რა პრინციპში დავსვე მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა რომ ანუ ეს სცენარი რა რაც გქონდათ თქვენ როგორ იწერებოდა ანუ რამდენი ადამიანი წერდით რამდენი ანუ რას გულისხმობ რომ ზოგადად დრუპით შენს რაღაცა ეს ცხადია რომ რაღაცა ხარისხიანი იუმორით გამოირჩევით ზოგადად ცხოვრებაში ყოველ შემთხვევაში მე ესე მახსოვს იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენი თქვა ორივესი ეთერი ანუ გულისხმობ ეთერებში მახსოვ ხართ ძალიან აქტიურები რომ იყავით და აქედან გამომდინარე ცხადია კითხვის ნიშანი რომ ესეთი ხარისხიანი და კარგი იუმორი თქვა რაც იმ ფილმებში იყო საიდან არ ჩდება. თუმცა ხა ამ სცენარის წერას ხო მაინც რაღაც თავის სპეციფიკა აქვს და რთულია. ესე კარგად, ესე ქართულ რეალობაზე მორგებულად შეძლო და მე ეს ყველაფერი შენი ხმით ესე გააკეთო და თან აქ მნიშვნელოვანია რომ ამ ეპოქაშიც როცა ამ ფილმების მერე ჩვენ უკვე დაგვეწია ახალი რაღაცები, დღემდე არიან მართლა ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თქვენ მოცემულობაში, მაშინ როცა ეს კინო კეთდებოდა და ამ ფრაზებით მეტყველებენ. ამიტომ ნუ რაღაცა ძალიან ხარისხიანი გაკეთდა, ძალიან სამწუხაროა რომ გაჩერდა და ძალიან მაგარია რომ გრძელდება, მაგრამ აი მაინტერესებს მაინც ეს პროცესი რა. აი ერთი წერდით თუ ორივე ერთად წერდით თუ აი რაღაცა ადაპტაცია ხდებოდა პროცესში თუ აი საერთოდ რა ხდა ეს სიგიჟე როგორ შექმენით? ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ პარალელურად ვაკეთებთ ტელეპროდუქტებსაც, იუმორისტულ სერიალს, შოუებს იუმორისტულს. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი დასრულებულია ჩვენს ცხოვრებაში რადიო 105-ის ეპოქა, 202 ლეგენდარული ამას ჩვენ გახსოვს რა ჩვენ გვახსოვს ბოლოსკენ. და ამ პერიოდში ხა უკვე გავისალაშინეთ ეს.
იუმორის კეთება გავასალაშინეთ თითოეულ ჩვენთაგანმა ჩვენს თავებში და შესაბამისად უბრალოდ შემოთავაზება იყო ბიჭებისგან სარკე მახსოვს იყო შემოთავაზებელი რომ ხო არ გვეცადა ეს მიმართულება მაგ დროს კინოში სიარულის კულტურა ბრუნდებოდა სამწუხაროდ ეგეც გამქრალი იყო გამომდინარე იქიდან რომ კინოთეატრები უმრავლესობა რაც იყო ქვეყანაში დაიხურა ხო და აი როგორც კი ეს მიმართულება ცოტა უფრო გამოჩნდა და ხალხს მოუწოდეს რომ მოდი რა ფილმი ტელევიზორში კი კარგია მაგრამ ჯობია კინოშიც ვნახოთ ხო დავემთხვით მაგ პულსზე დავადეთ ხელი და ჩავერთეთ მაგ საქმეში პროცესი ესეთია პირდაპირ ითარგმნება პროფესიონალურად ორიგინალი ითარგმნება ქართულად ეს სკრიპტი მე ჩვენ გვიდევს ჩართული გვაქვს ფილმი უყურებთ ეპიზოდს ვარჩევთ ვიგონებთ ხუმრობებს ერთ და ძალიან ერთობით და ფხიზლები ხართ ამ დროს მართლა მაინტერესებს კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ არც სვამთ ეგ არის პროფესია ხო კი სცენარისტობა პროფესია გამომდინარე იქიდან რაც გადავწყვიტეთ რომ ეს ჩვენი პროფესია მიუდექით საქმეს პროფესიონალურად მაგის დროც იყო რა თქმა უნდა არაფხიზლურად მაგრამ ძირითადად საქმეს წარმომიდგენია იმის გარდა რომ პროფესიულად თქვათ მიზანი შედეგი სავარაუდოდ გათვლილი იყო მე წარმომიდგენია პროცესში რა ხდებოდა და ხორხოცი აბსოლუტურად საოცრება იქნებოდა სიგიჟე იქნებოდა ეხა იქ ხო დარწმუნებული ვარ ანუ იმდენად ვიხარჯებოდით ჩვენ ეხა ერთმანეთი პარალელურად ხო უნივერსიტეტის თესეუს კავენსაც თამაშობდით მასანკას ავდიოდით იქით ოკუპანტ ქვეყანასთან მოსაგებად. ხო და ანუ ისე გავიტქვიფეთ ამ ყველაფერში რომ ეს იყო მერე დაერქვა ამ საქმეთ რომ იმ მომენტში ვაკეთებდით ამას იმიტომ რომ ამით გადავარჩინეთ ერთმანეთი. ეს პერიოდი როდესაც ზუსტად რომელი წელი საყოველთაო სიბნელე 90-იანებიდან 2000-ების დასაწყისი. ანუ სადაც ჩვენ ვართ ჯერ 95-დან ბაღიდან სკოლაში. ხო, არა მარტო ერთმანეთი მე ბევრჯერ მილაპარაკია რა, რამდენიმე ეხლა მედაც იქოც ვახმოვანებთ და ჩვენზეც ყოფილა რა, რომ ვიღაცებს ვთქვამთ, რომ აი მთელი ბავშვობა თქვენი ხმა მესმის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ შოქში ვართ რა, რატომ მთელი ბავშვობა მე რაცნობიერებ რომ გაიზარდა. მე მაქვს ზუსტად ეგ დამოკიდებულება შენ მიმართ და თქვენი გუნდის გაკეთებული ფილმების მიმართ, რომ არა მარტო საკუთარი თავები, არამედ რაღაცა ერი გადაარჩინეთ, თითქოს გაახალისეთ. ეგ გამოგვივიდა. ხო, ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ დავამატებდი რომ 105-მა საერთოდ რები იქნა. მე მახსოვს CD დისკებზე, მაშინ ახლა ონლაინ პლატფორმები არისო ესე რომ შედიოდი ჩართავდი უყურებდი, ესე არისო ჩემ ძმას მოქონდა ხოლმე DVD დისკზე ჩაწერილია ეს თქვენი ფილმები. ოღონდ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ძირთადად მაგდებდნენ ხოლმე ოთახიდან, მაგრამ მე მაინც რა თქმა უნდა უყურებდი. მოყავდა ხოლმე თავისი ძმაკაცები, ანუ ის კი არისო რომ აი უბრალოდ ფილმი ჩართო და უყურა. არა, ეს იყო ზეიმი რომ ახალი აი ზუსტად ზვიოს ნიღაბზე მახსოვს რომ ზვიოს ნიღაბი რომ გამოვიდა იმ ხელა პანიკა იყო რომ ჩემთან იყო შეკრებილი ხალხი დისკი DVD გქონდა მაშინ ახლა DVD-ები ისეთი იშვიათი ამბავი იყო და აი უამრავი ხალხი ზეიმით უყურებდა და ნუ მე იმის შემდეგ იკრიბებოდნენ იმაზე მე იმის შემდეგ რამდენჯერ ვუყურეთ კიდე ახლა მაგ ფილმს და ეს დისკები რომ გადადიოდა ხელიდან ხელში და თხოვებები და ამბები ანუ თელი აი ერთი დიდი ზეიმი იყო ეგეც მეკობრულად მოხდა სამწუხაროდ არანაირი მიმართულება მაგ CD-ების, DVD-ების რაღაცა ფორმით გამოშვების არ ყოფილა კინოთეატრში ალბათ კინოთეატრიდან აბა სხვაგან არ იყო. ხო, გაიპარა იქიდან. თქვენ არ გეგმავდით, არ იყოს თქვენი ის რა, თქვენ ეს არ იყო ჩვენი პროდუქტი. არის პროდუქტი რომ ყოფილიყო, რაღაც კომერციას მოვაბამდით მაგას. ეს იყო კინოთეატრი რუსთაველი. რომელიც მკვეთავდა ამას. შესაბამისად ჩვენ ვასრულებდით შეკვეთას. პროდუქტი შესაბამისად იყო მათი საკუთრება. როდესაც ეს ყველაფერი გავიდა უკვე Excel-ში და მე ინტერნეტიც მიეშველა, ყველგან ფაქტიურად უთოშიც ჩართავდი. ყველგან. მე შემოიკრეს თავზე ხელი, მაგრამ უკვე გვიანია. დინებაზე იყო მე. რა თქმა უნდა, ხა ერთხელ რაც ინტერნეტში ხდება. რასაც ეხა გავითვალისწინებ და მოვაბამთ ალბათ ისეთ პლატფორმას, რომელზეც რო დაიდება
ჩვეულებრივად რაღაც წლიური აბონემენტი გექნება, გამოწერის თავისუფლად შეგიძლია ნახო. კი. იცი რა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ ახლა კი, მიჩვეულები ვართ პირატულ საიტებს, მართლა რაღაცნაირად ვადაპტირდით ამ გარემოში, რომ მიდიხარ უფასო დრთავ, გინდ Netflix-ის, გინდ Apple TV-ის, გინდ Disney-ის, Paramount-ის და საზოგადოებამ არ იცის, რომ ეს ყველაფერი არის მოპარული და ამისთვის, ანუ ამ ფილმზე რომ იმუშაოს ადამიანმა, თუნდაც რომ გაახმოვანოს, ძალიან დიდი რესურსი მიდის. ჩვენ პოდკასტების ხაზი და მაყურებელმა იციან ჩვენმა მაყურებელმა, რამდენად დიდ შრომასთან და არის დაკავშირებული გახმოვანება დუბლირება მით უმეტეს და არ არის ეს უბრალოდ დაჯექი მიკროფონთან და წაიკითხე ტექსტი. ადაპტირებული სცენარი, რასაც თქვენ აკეთებთ სულ და მგონია რომ ხო ბევრად მაგარი იქნება. ეგ ძალიან სწორია, რომ რაღაცნაირად მესმის, რომ ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ახლა იმ ეკონომიკურ გარემოში, რომ ხალხმა ზოგს კონდეს ამაზე აგრესია, რომ ფილმში ფული როგორ უნდა გადავიხადო, მაგრამ მაგრიელობაში ვცხოვრობთ, რომ თუ გინდა ხარისხიანი, კარგი პროდუქტი, როგორცაც თქვენ აკეთებთ, ანუ ეს ჰაერზე არ მოდის. ეს ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული და აუცილებელია, რომ რაღაც არსებო მინიმუმი მაინც იყოს, რომ ელემენტარული ენთუზიაზმი გქონდეს, რომ კიდე და კიდე გააკეთო რა და ძალიან სწორია ეგ და ნელ-ნელა იმედი მაქვს ხალხი ადაპტირდება ამასეც რა. ბოლო-ბოლო მაინც ადამიანის კეთილნებამდე დადის ეგ, იმიტომ რომ ვერ ებრძვიან. სწორი მეთოდებით, ვერანაირი მეთოდებით ვერ ებრძვიან ამ ეკობრულ თემას. არა მარტო ფილმებისას, ნებისმიერ ინტელექტუალურ პროდუქტს, მუსიკა, შენ რომ მოინდომო ახ დღეს დაჭდე, ნებისმიერ ინტელექტუალურ პროდუქტს, სადღაც მიაგნებ ტორენტში ამ რუსებისგან რაღაცებს. ან თუ მოინდომე პიპოვი. ამიტომ მაინც კეთილნებაზეა, რომ შენ თუ აფასებ ჩემ შრომას და მოგწონს, რასაც მე ვაკეთებ, შეაფასე ადეკვატურად. მადლობა რომ ტაშს მიკრავ და თქვათ ჩემ ფილმის სეანსზე მოდიხარ, მაგრამ ასევე სხვა მიმართულებითაც არ მომპარო. ის რომ ხვალ გავაკეთო მაგალითად შემდეგი ფილმი. ზუსტად ეგ ამბავია, მეც მაგას ვფიქრობ და ანუ ამასთან ერთად რა, ანუ რის თქმა მინდოდა ხო ბოდიში უცებ ავირიე, მინიმუმ მაინც ისე რო იყოს რა ამ პლატფორმებში მაინც დალაგებული, რომ კაი გავიგე რომ მთლიანად და ეგ ჩემი აზრით არასწორია. თუ ხსნი მთლიანად პირატულ საიტებს, მაშინ რამე ალტერნატივა მაინც უნდა დატოვო ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება, კაი მინდა გადახდა მომეცი, მაგრამ ვიხდი და იქ მხვდება 5 ფილმი. არაფერი, ეგ ცალკე პრობლემაა, მაგრამ თქვენ ჯგუფს რო თავის პირადი ის ქონდეს, ჩემი აზრი ეგეთია, თუ იქნება ტექნიკურად შესაძლებელი თავის პირადი გვერდი, მე მგონია რომ თქვენ ჯგუფთან კითხვები არ არსებობს. მე ნახე რას ვამბობ, რომ მინიმუმ ამ პირატულ საიტებთან ისე რომ დაალაგო და ჩემი აზრით ძალიან დაალაგებადია ეგ, თუნდაც აი რაღაც შემოვდივარ ოფიციალური პლატფორმით, ხო? მინიმუმ იმ სიას გამოგიგზავნი რადევს ჩემთან და ეგ აიღე შენი საიტიდან. ხო, ანუ მაგის განცალკევება მაინც შეიძლება რა, რომ ერთიანად სიგიჟეა, მაგრამ ეტაპობრივად მიაჩვიე რა, ეგ ნუ ცალკე სხვა საიტების პრობლემაა ეგ რო არ ქნეს ჩემი აზრით და ზოგადად მარეგულირებელი, ზოგადად ნახეთ, მე რო ეხა ვიყო ადამიანი, რომელიც ხსნი თქვა რაღაც ზოგად რეგულირებულ პლატფორმას, მე ყოველთვის ვიფიქრებ, რომ მე თუ თქვა ვკეტავ არარეგულირებულ ეგრეთ წოდებულ პირად საიტებს, მე ის მაინც უნდა უზრუნველყო, რომ იმ ხალხს იქ რაც მიეწოდებოდა, იმის ნახევარი მაინც მივაწოდა. მაგრამ მე რო ვხურავ ამ ყველაფერს, თუნდაც მარეგულირებელი ვარ და ამ ყველაფერს ვაჩერებ და ამ დროს მე არ ვთავაზობ იმათ ალტერნატივას, მაშინ ცუდი ტიპი ვარ რა. მაგრამ თქვენი პროდუქტი, გულისხმობ თქვენი ჯგუფის გადის ამ საზღვრებს რა, იმიტომ რომ თქვენ ჯგუფს ყავს თავისი პირადი მაყურებელი, რომელიც კონკრეტულად თქვენი ჯგუფისთვის გამოიწერს, იმიტომ რომ ეს არის უდაუხარისხი იმ ადამიანებისთვის, ვინც ვიცით რა არის და დარწმუნებული ვარ ახალი ადამიანებისთვისაც სულ არ იცოდეს და დედა არ უთხრას, ძმა არ უთხრას, ბები არ უთხრას, ანუ შევა, მოისმენს და მოეწონება. ეს კიდე სხვა მიმართულებაა და მგონია რომ ახლა ნოსტალგიაა ჯერ რა. ჩვენ ისე ველოდებით. მართლა ისე ველოდებით. მე ანუ რაღაცნაირად თითქოს მედაციკოს ქონდა ეგ მიმართულება აჭარანეთში, ჩახმოვანებულ ფილმებს, რასაც ვეძახით, რომ ნუ არც მინდა რომ შევადარო, ვერანაირად ვერ მოვა თქვენ გაკეთებულ პროდუქტთან, იმიტომ რომ ჩვენი ქონდა იქ არისო იმდენი მუშაობაც არისო ამ ფილმებზე, რასაც როგორც თქვენ მუშაობდით, არც დუბლირება არისო, ვოისოვერ უბრალოდ ტექსტი მოდიოდა და მედაციკო ვერთობოდით უბრალოდ რა, ანუ თან გახმოვანება თან ჩახმოვანებაც ესე გაჩნდა, რომ მე ვიყავი მთვრალი, მე მიყვარს ალკოჰოლის დალევა, ამას არ უყვარს.
და ვისხედით და უბრალოდ ვამბობდით ხოლმე ფილმის ბოლოს გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ და ამას ამბობდა სუკაცი. და მე ვიყავ და მეთქი აქ ძალიან სექსიზმი ხდება და ძალიან მთვრალი ყავ და გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ და მე დააჯდა და მივყევით და რაღაცა მე აი რომ გავიაზრეთ რომ ჩვენ რო აი თქვენ როგორც ამბობ ანუ როგორც შენ ამბობ რა რომ პროცესში გვინდებოდა და რაღაცა იმ სისულელების ბოდვაში და რომ მივხვდით რომ რაღაცა საყვარლობა გამოვიდა სულ მქონდა მე ეგ რომ მე ისე მომწონდა რასაც თქვენ აკეთებდით რომ სავარაუდოდ მაგ ხიბლით ვიყავი რა რომ მენატრებოდა ხო სადაც თქვენი ინსპირაციაც იყო ეგ რა თქვენი გაჩერებული ამბავი მე რაღაცა პატარა თაობა რომელსაც ეხა მართლა გულწრფელად გეტყვი რომ ვერ შევადარებ ხარისხთან დაკავშირებით კი შეიძლება ჩახმოვანებას თავისი მაყურებელი ყავს და გიждდებიან მართლა ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ხო და ჩვენი მაყურებელი ხო გვიყვარს და პატივს ვარ მაგრამ მე პირადად რავი თქვენი ფილმები რო იყო ეხა ეგენი არის კლასიკა ეგ შეუცვლელი ამბებია 10 центи Ай, 10 центи. Пошел нахуй. Чем საკუთარ სასტუმროს ვხსნი? დღემდე არ ვიცი რატომ შეწყდა ამ ამნაირი ფილმების შეკვეთა. მქონდა ეკითხვა, ეხლა მაინტერესებდა ეგ ზუსტად. არც გარჩეულად ფაქტიურად წესიერად რაღაცა ეკონომიკური სარჩული ქონდა ფიქრობ, იმიტომ რომ რაღაც ცხოვრება გაძვირდა თუ რა არ ვიცი, ვერ მივხვდი. იდეაში ოფიციალურად მე როგორც მეგობრებმა რომლებიც გვიკვეთავდნენ ამას თქვენ საუბარში იყო რომ აღარ გადავიდა, აღარ არის ამის დრო. და ამოწურა თავისთავად და ამის პასუხს ყოველ ჯერზე იძლევა დრო, რომელიც გასულია და აქტუალურობა იუმორს და იმ ხუმრობას იმ მომენტში მოფიქრებულს არ დაუკარგავს და ძალიან იშვიათია ზოგადად ამ სფეროში მოვაწეობ ხო ჩემი პროფესია არის იუმორი ძალიან ძნელია ასეთი სიცოცხლის უნარიანობის ხუმრობის მოფიქრება როგორც აღმოაჩნდა ამ გახმოვანებულ ფილმებში იუმორს იმიტომ რომ ხუმრობა რაღაც ეპოქაში აქტუალურია, მე კარგავს ამას, მე გადადის მithumetes ეხლა რაც ხდება ეს პოლიტიკური იუმორი და რაღაცა. ხო, ანუ ხან მოკლე ცხოვრება აქ რა. და ეს დარჩა სიმართლე გითხრა ცოტა გაკურებულიც ვარ. ხო, არა, არც ამდენი წელი გავიდა 20 წელზე მეტი. წარმოდგენა ვინახმოვანებს მაგალითად მე რო ვარ. ხო, ადამიანები არიან უი შენ ხარ აი მაგდონეზე ხო ესმით და кайფობენ იმ საკულტო ფრაზები პაპს ნოატყუებ შევირიშვილო ეგენი და აი ბიჭო იწვის ქუდი იწვის პაპს ნოატყუებ შევირიშვილო ბოზიშვილი ვიყო ნახე აუ ჩემი მე რა მინდა ბუხარში შეაგდე რამდენი გინდა კიდე ხა ისუ მაგ მე ვიძინებდი მაგაცებთანაც მაგენით კომუნიკაციობთ და რავი დღესაც კი ძალიან აქტუალურია რა მართლა ძალიან სწორ რაღაცას ამბობ იმ კუთხით რომ ურთულესი ამბავია რომ იუმორისტულად შექმნა ესეთი ამბავი და მართლა ამდენ წელს გაუძლოს რა და ამდენი ხანი ესე ხარისხიანად გაკეთდეს მეტი ხო გამოდის ხო არ ვწდები 20 წელზე მეტია რაც ეს პროდუქტი შეიქმნა კაი მითხარი შენი საყვარელი ფილმი ეხა იყო რითიც დავიწყე ხო რომელიც ნანახი არ გვაქვს ნანახი ფილმ კინოთეატრში ვინც მოვასწორდა ნახა იმას ამონარიდი არ გაქვთ მოგვეცეთ ბავშვად ეხა როგორც კი პირველ პრემიერას ვაკეთებთ ფილმი გვაქვს უკვე გახმოვანებული როგორ მოკვდე მილიონი გზა როგორ მოკვდე ველურ დასავლეთში ქვია რა საინტერესოა საოცრები ეს იქნება პრემიერა ამით დავიწყებთ ეს იქნება ქველმოქმედებას მოხარდება მთლიანად შემოსული თანხა ამ კინოთეატრში რაც
გავა და შემდეგ ალბათ გავაკეთებ ზუსტად ამ სნეჩის რემასტერს და პრემიერის თარიღიც გვინდა. როდის ეგრე კონკრეტულად გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კინოთეატრთან საბოლოო შეთანხმება არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში სექტემბრის 20-დან 30-მდე. ანუ უკვე ძალიან მალე. ანუ ძალიან მალე ველოდებით. არ ყველაფერი თითქმის სალიცენზიო საკითხებს გავდივართ ახლა და ბილეთების გაყიდვის თემასაც გავივლით. სად გაიყიდება ოფიციალურად, როგორ ანაი ფორმით და მე მოდიხართ კიდე. მილიონი გზა როგორ მოგდა დასავლეთში. ხო, მე კიდე ერთხელ აუცილებლად მოდაგვატიჟოთ, რომ აი ამ შედეგებზე ვილაპარაკოთ, რა გამოხმაურე დარწმუნებული ვარო საოცარი გამოხმაურებები ექნება, მაგრამ დრუპისთან ერთად. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, ოღონდ გულწრფელად ვამბობ, რომ ყველაფერს ჩაძირავს. დარწმუნებული ვარ. აი 100% დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. პრემიერაზე უნდა მივიდეთ. აუცილებლად. კამერით მოვალ შეიძლება გადავიდეთ. სიამოვნებით გადავიდეთ. აი ამ ძალიან გემრიელ ნოტაზე ხა მე მინდა შენ რომ გაგასინჯო და დაგაგემოვნებინო როგორც გურმანს და როგორც გაგიგიათ ეგ ამოვით. ხო, როგორ არ გამიგია შონზოს არხი, სადაც ერთი-ორი სიტყვით რო გითხრა, რა საქმეა რომ ჩვენ მაყურებელსაც ვინც არის ის პირობითად. ხო, შეიძლება არ მგონი არიცოდეს. არ მგონია რომ არიცოდეს. ორი ჩემი უმთავრესი სტიქია, ეს არის გემრიელი საკვები, კულინარია, გასტრონომია და მოგზაურობა გავაერთიანე შონზოს არხში. ძირითადად უფრო მეტი კულინარიული მიმართულების არის, მაგრამ ნუ მოგზაურობასაც ვახერხებ და გასტროტურიზმიც ჩავრთე ამ საქმეში. ძალიან საინტერესოა. გამოიწერეთ შონზოს არხი. ადვილი სახელი. მარტივი სახელი. კი, აუცილებლად გამოვაჩენ და მანდ გაგშენი ხა კრისპები, ჩვენი მეგობარი კომპანია რეიხების პროდუქცია, რომელსაც რო დახედავ ხო აწერია, რომ კონსერვანტების გარეშეა. მე რო ხელს რო ჩაყოფ მიხვდები რომ არ არის ზეთში ჩაზეთილი არ არის და არის გამომცხვარი და მე რო ჩაკბიჩაო ხარაშუნებს და ღვინოს უხდება მითხარი რა გემოები მოდის პაპრიკა გავსინჯე ესოსპი და ყველი გას ყველი ხარისხიანის შეგრძნება მაქვს რომ მივირთმე ხო კი იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არის თან ჯანსაღი არის ჩემი ფავორიტი ყველია და აი ხო და მინდა რომ ყველი მოგაწონო გამოსუნჯება ყველი ძალიან კაია და ყველი და აქეთ გვაქვს კიდე ეს რითიანი მანახე სელის მარცვლებით თან ნახე მან ნახავ რომ ესენცია და ეს რაღაც გემოს გამაძლიერებლები რო არა აქვს დამატებული ცოტა გვიან მოდის, მაგრამ აი ძალიან ხარისხიანად მოდის ის გემო. ჩემთვის არის ღვინის სნეკი. ამაგეროთ ღვინის, აი ხსნის. თავიდან ხო ეს მაწყობია, პურის გემო იგრძნობა და რაც გამესინჯავს ახლა. მიმართულები ძირითადად არის თავიდან ბოლომდე რაღაც ქიმიური ზუსტად. ნიუტრიენტები ვჭამდა რა. კი, და პურის. ხო, ეს არის გამოსვალი. სადაც ძალიან ვაყოლებ ღვინოს. კი, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მოკლედ აქ ხარისხს და თან რო ქართულია, თან რო ჯანსაღია, თან ბავშვებისთვის რო უსაფრთხოა, არა მარტო ბავშვებისთვის. კინოს და ღვინოს უხდება და ჩვენ რომ მოვალთ თქვენთან, მოვიტანთ და ვახრამონოთ. პოპკორნი ამით, აბა რა. ძალიან დიდი მადლობა კრისპის კიდე ერთხელ რომ ჩვენი მეგობარია. მანდ იქნება შეგიძლია რომ მიირთვა. აი სახრაშუნო. ყველაფერი. მოკლედ კიდე ერთხელ დიდი მადლობა კრისპის რომ ჩვენთან ერთად არის უკვე მე რამდენი ეპიზოდია. მეგობრული. არც გაჩერდე. მეც ეგრე ვარ ხოლმე სუჭამ. ეხლა უკვე გადავდე, იმიტომ რომ ანუ აღარ შემიძლია. ხო, ეს წინა ეპიზოდში იმდენი ჭამა, რომ მე რო უყურა იმ ეპიზოდს რო სუჭამდა. მაგიტო არ მოეწონა იგის რა. მე მინდა ეხლა გავიხსენო თქვენი აი რადიო 105 ახსენე. უნდა გავიხსენო უაჭველი 202 თქვენი სატელევიზიო არხი და ის პერიოდი სადაც აი მე არ ვიცი პატარა ლაშა ელოდებოდა გულის პანსკალით ყოველ დღე მუსკულების სერიალი აი სიმღერაც კი მახსოვს რა ჩერდები ბაჟალოსთან რა ვარიგებ თქვას რა არ უნდა იყოს ის დიდი მადლობა დიდი მადლობა ზვიათ აი თელი ჩემი ცხოვრება ფიქრობთ საიდან მეშოვნა ფული და აი გამოჩდი შენ ჭეშმარიტი გზა დამანახე. დამცინე, ხო. აუ მეჯო ამისი ტანი მომწარ რა ამებს დავატარიალე. რა თქვი?
არა მე გოგორო იყო თორე ისე კი თორე მე რაღაცები ვიფიქრეთ ბებიაჩემთან ვიყავი ხოლმე და ბებიაჩემს რაღაც ხო იმ დროს რაღაც გადაცემა ემთხოვდა თუ რაღაცა და აი როგორ მეჭიდავებოდი იცი რომ მეთქი გადამიერთე 200-ზე მუსკულები მაჩვენე მეთქი რა აი ეგ პერიოდი მაინტერესებს. ანუ ფაქტიურად მუსკულების კუდის ტექსტი შენზე ყოფილა რაზე. ვერა გულა. ზუსტად ეგ იყო. ხო და აი რა გარემო იყო მაშინ მაინტერესებს. აი შიდა ამბები რა, რასაც გაიხსენებ მოკლედ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. და მე მაქვს ერთი კითხვა ამასთან ერთად თუ შეიძლება ჩავერთვები რა. როგორ ხდებოდა? აი მართლა მაინტერესებს შენი აზრი რა გულწრფად. როგორ ხდებოდა რა აი იმ რაღაცა ბნელ გარემოში, სადაც რაღაცების კეთება უფრო რთული იყო. მენტალურადაც, ფინანსურადაც, აი არ ვიცი ყველანაირად დღეს რაღაცა ყველაფერი ხელმისაწვდომია და რატო ხდებოდა და როგორ ხდებოდა, რომ დღეს ამ ხელმისაწვდომების ფონზე ეგეთი პროდუქტები აღარ გვაქვს ქვეყანაში და მაშინ გქონდა. мотивация. თავარი რამაც შეგვაძლებინა ეგ. იმიტომ რომ მოტივირებულები ვიყავით, რომ აი ეს ყოველდღიურობა რაც ჩვენს ირგვლივ ხდებოდა, ბნელი 90-იანები, რაღაც საშინელი სიტუაცია, რამენაირად მოგვეშორებინა. გადაგეგორებინათ, ხო? ანუ გადაგორებასაც არ მოგვეშორებინა, ანუ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვაავადებდით ამ სიტყვის კარგი გაგებით, იმით რომ არაუშავს ეს სულესე არ იქნება გაივლის მოდი მხიარულად შევხედოთ ამ ყოველ მოდი განვითარება არ შევწყვიტოთ მოდი ერთად ვიყოთ ერთმანეთს დავეხმაროთ ფეხით დავდიოდით აქტიურად ტრანსპორტის პარალიზებული იყო მაგ დროს და სახლებიდან მიშამშულდა ვარკეთილიდან მოდიოდა ფეხით და მე უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ესე ვარკეთილს ფეხით მიდიხარ ან მეტრო უმართლებდა და მუშაობდა და ამ დროს თან ქუჩაში ისროდნენ ხანდახან საშინელებები ხდებოდა მაგრამ ნუ აი мотивация ჰაბიბ ნურმაგომედოვს აქვს ესეთი გარჩეული რატო უნდა იყოს ჩემპიონობა რომ და სპორტსმენს მშიერი. რატო უნდა იყოს მოტივირებული სულ რაღაცას მიიღწე, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ამის გარეშე შენ თუ გამძღარი ხარ და შენ თუ კომფორტი გაქვს და ყველაფერი ესე გაქვს და ეგ რაღაცა ტრენაჟორები მომიცუნცულეთ რა არ გამოდის ეგრე. ხო. დროში რომ შრომა არ გიწევს, რომ ყველაფერი გამზადებულზე რაღაცა არ გამოტივირებს იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიო. ხო და მე მგონია, რომ ის პერიოდი იყო ზუსტად გამომწვევი ისი, რომ ჩვენ საშინლად მოტივირებულები ვიყავით. იქ გაბრაზებულები ალბათ თან. რომ მოდი რუსეთში წავიდეთ. იქ შევეჯიბროთ რუსულ გუნდებს. იქ გადავწყვიტეთ ეგ, რომ ჩვენ იქ იყო დღემდე ეგრეა რომ ამ თამაშში ვიღაც რედაქტორები არიან რომლებიც ოფიციალურად გიკავშირდებიან და თუ გინდა დაგიწერ გამდენი გადამიღან კომერცია შეუძლია იმიტომ რომ კონკრეტულად ამ თამაშით ერთ-ერთი გუნდი ფულს ვერ აკეთებს ნუ რა თქმა უნდა თუ მე რაღაცას არ მიაღწია და კონცერტზე არ გავიდა ხო ტურნეში თუ არ კავენზე არის საუბარი მასანკანზე მაგაზეც უარი ვთქვით ჩვენ თვითონ მოვემზადებით, ჩვენ ჩამოვალთ, ჩვენ გაჩვენებთ, რაც არ მოგეწონებათ, გადავაკეთებთ. მართლა ეგრე ხდებოდა. თქვენი რესურსით ხოლმე მთელი პროგრამა დაგვიწუნეს ერთ ჩასვლაზე. ძალიან. თან იქ რო თამაში გაქვს რამდენ დღეში? ხო, ანუ მალევე. ჩემი. აურჩი დღამე, ახალი ის დავწერეთ პროგრამამ. დილით გავიღვიძეთ 2-3 საათის ძილის შემდეგ. რეპეტიცია და საღამოთ ვაჩვენეთ და თქვენო მეორე ის კონდათო და რატო ეს თავიდანვე ეს არ გვაჩვენეთო ის რატო გვაჩვენეთო არა გუშინ მოვიფიქრე არა ის ღამე გავათენეთ მოვე მიშამშულდაძე აბაზანაში იმაში ვანაში დაეძინა სცენარისტერა დავინაწილე სტუდენტები დავინაწილეთ ადგილები ყველა რაღაცას წერდით და ადგილი აღარ იყო იმდენი
ოთახში რა, სასტუმროს ოთახში რა ადგილი ქნებოდა, მიშა შევიდა იქ, აბაზანაში. აბაზანაში ჩაეძინა იქ გავაღუძეთ რა. კი, მე სამშობდი მასანკანს სკოლის პერიოდში, უნივერსიტეტის პერიოდშიც და ეგ ის თამაშია, რაც დღემდე ძალიან კარგი მეგობრები გავიჩინე მან და რაღაც ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი ეტაპი მახსოვს მან რა და სხვადასხვა ერთ-ერთი ის რო გახმოვანებაში მე აღმოუჩნდი, მაგის დამსახურებაც იყო, იმიტომ რომ იქ გაცნობილმა ადამიანებმა შემდეგ რაღაც მიმართულებები ასე ვთქვათ მომცეს. ჯერ რადიოში მოათრიეს. ხო, და რადიოში მოეთარა. ანუ თვით გადარჩენის ინსტინქტი, რო არაფერი ზედმეტი არ ვთქვა, ეგ იყო თავიდან ბოლომდე თვით გადარჩენა. რაც კარგად გამოდიოდა რა. ძნელი საშუალება. ხო, აღარ გაკეთა. ხო, იმის მიუხედავად რომ ეხა უფრო მარტივია თუნდაც სერიალის გადაღებაც რა. მაგრამ ნუ ეხა ეგრეც არ უნდა ვთქვათ რა. რამდენიმე YouTube-ის სერიალი, რაც YouTube-ზე იდება, მაგალითად ძალიან კარგი არის, ძალიან ხარისხიანია. არ მინდა ეხა რომ ჩამოთვალო რომელიმე არ გამომრჩეს. დღესაც კეთდება, ანუ არა იუმორისტული, ანუ უფრო მხატვრული ჟანრის, ჩვეულებრივი ჟანრის, მოკლედ და, მაგრამ იუმორში რაღაცნაირად აი ეგ მიმართულება, რაც თქვენ გქონდათ რა. რაღაც პერიოდი კი ეხა ვერ შეადარებ სიტკომს, მაგრამ სიტკომის ვარიანტი იყო, ხო, მუსკულების თითქოს. ხო, ავიდან ფრენცი რო ვნახეთ. ხო, მაგის ინსპირაცია იყო, ხო. კი, მაგრამ ეხა რაღაც ბოლო პერიოდში, ნუ ეხა შეუძლებელია არ თქვა, არ ვახსენოთ, იმედზე რომ გადიოდა დამავიწყდა სახელი, რა ქვია? შუაქალაქი, ხო, შუაქალაქი კიდე სხვა მიმართულება და სხვა მე მაგალითად შუაქალაქი ძალიან მომწონდა, ეხა პრასისურელი უბრალოდ ჩემს ვამბობ, ძალიან ხარისხიანი პროდუქტია, თუმცა ჩემთვის აი შუაქალაქი არ ყოფილა ის პროდუქტი, მაგალითად ჩემთვის ინდივიდუალურად, რომელზეც ვგიჟდებოდი. ანუ ეგ იყო ტექნიკურად შემოქმედებითად ძალიან საინტერესოდ გაკეთებული, თუმცა მე ვერ ვიცი პროდუქტი, ვერ მეცინებოდ. რომელიც ყველა ჟანრის წესების დაცვით. ხო. რაც ეხა გოგიჩა მისწავლა და მადლობა ღმერთს რომ წავიდა და ისწავლა, იმიტომ რომ ეს მიმდინარეობა მას მერე უკვე ხო, განვითარდა. წესების კეთება არ ვიცოდი ჩვენ და იმიტომ ვაკეთებთ ამას სპონტანურად და ინტუიციის დონეზე და ინსტინქტების დონეზე. ნუ დინებას მიყვებოდით რა რაღაც. ამან გაიოლა. კეთების პროცესი. ეხა უკვე გემოვნების საკითხია, როგორ იუმორს ჩადებ, როგორ კრეატივს ჩადებ შიგნით და როგორ განავითარებს ხას, ანუ კოპირაიტინგის თემა თავიდან. ხო, მართლა გემოვნების საკითხია. იმდენად გაადვილდა ტექნიკურად ამ ყველაფრის, არ ვამბობ ეხა გადაღებას, უბრალოდ კეთების პროცესია იმდენად გაადვილებული ტექნიკურად. ხო, ტექნიკურად. მოყოლილია ჯანელასაც, კაკაბასაც, ბიჭებს, როგორ ასწავლეს იქ ჩასვლისას ხრიკები, რაც გიოლებს ამ მუშაობას და რაც თავიდან ბოლომდე მთელ შენ ენერგიას გადაგართვევინებს კრეატივზე. ხო, შინაარსზე და არა. როდესაც ნიჭიერი ხარ ადამიანი და კრეატივი არ გიჭირს, ეს რო გამოგინთავისუფლა ეს რესურსი ამაზე აღარ ფიქრობ. იქ ადიხარ უკვე აქცენტი და ბევრად მარტივდება პროცესი. კი. საერთაშორისო პროდუქცია. ხორაპირებს სამომავლოდ რამე მსგავსი ან სცენარის შექმნას ან მონაწილეობას ან რამე მსგავსი სამომავლო პროექტები ხო არ გაქვს სერიალის? მე გამომდინარე მაგ პერიოდიდან, როდესაც ჯერ ხო იყო მასანკანი, მე რადიო, მე ტელევიზია ორასორი, მე გაჩნდა ეს გახმოვანების თემა და კინოსთან ჩემი ამ ეტაპებს ვიძახი. თითოეულ ამ ეტაპზე კინო ჩემ ცხოვრებაში იყო თავიდან, ნუ ეხლა კომუნისტების დროსაც კი ილუზიონი იყო, გადაცემა ცხოვრ ფილმებს უშვებდნენ. ახლოს ქონდა უბანში ძალიან კინოთეატრი გაზაფხული. კინო არანორმალურად მიყვარს. ფანატიკურად მიყვარს და ყველანაირი კინო მიყვარს. ნუ ესეთი იაფასიანი ბოევიკებიდან დაწყებული არტჰაუსის დამთავრებული, ან პირიქით არტჰაუსის დაწყებული იაფასი. ხო და ოცნება ერთადერთი აუხტენ ერას დამჩარი ჩემი კინო. და ამას განვახორციელებ. ხო და გაკეთეთ. ხო და გაკეთეთ. თავიდან ბოლომდე სცენარიც, ნუ ეხა რა თქმა უნდა დავიხმარ ჩემს სამეგობროს ყველაფერში. სცენარიც და რეჟისურაზე ყველაფერი, ანუ სრულფასოვნად. ოღონ არა ის ეხა ყველაფერში ერთი კაცი და მელ ბრუკს გქონდა ხოლმე ეგეთი კერძი, რეჟისორი თვითონ იყო, თვითონ მონაწილეობდა სცენარსაც თვითონ. ეგეთი არა, მაგრამ რაღაცა რომელსაც ვიტყვი რა ჩემი კინო. ხო. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პრეცედენტი ეგეთი, რაც ყოველას ძალიან გიყვარს 1 2 სადაც ერთად ვაკეთებთ. ხო, ერთი ჩვენ კინოს
ვეძახი ჩვენი მომხრეები ვინც ვიყავით ვინც გავაკეთეთ ჩემის დაძახება მინდა ანუ ეგ არის ცოტა შორს მიმავალი ალბათ უკვე ხო არ გაქვს გამზადებული სცენარი ან რაღაც იდეები ანუ რამე სამუშაო პროცესი თუ გაქვს ყველა შესაძლო ხერხით როდესაც ამ ყოველდღიურობიდან რასაც ვაკეთებ საქმეს შეიძლება 24 საათიდან 9 საათი მაინც 23 და 50-ის რო დამეხარჯა და 10 წუთიც აი ყველაფერს ვახმარ იმას და სუჩან ცალკე ფოლდერი მაქვს კომპიუტერში სადაც სუჩანიშნულები აქვს რაღაცები აკრიფავ ტელეფონში ვოისები გადამაგ და ეს ჩონჩხავ კი არა და აი მარტო იდეების დონეზე იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს ფილმი და კინო რომ ყველაფერს რაც მაფიქრდება კადრებად ხედა უკვე დამონტაჟებულს რა ანუ რეჟისორულად ფოტომეტრიკამ აი ეს აქ რაკურსი რა უნდა იყოს რაღაცა სხვათა შორის ის ქართლის დედაში რომ გავიღვიძეთ მე და ჩემი მოფიქრებული შუტკარი და მოვიფიქრე სხვა ფილმისთვის საერთოდ დედის აღერძელოს მერე დავლიეს ნატას როგორც მომავალი დედის აღერძელო მე ნინიში როგორც მომავალი ახალგაზრდა დედის და მე დავლიეთ ქართლის დედის აღერძელო სად ვართ მოიცა მერტმა მერთხილაც გადამარჩინე და გეფიცები ახალი წლიდან საერთოდ აღარ დავლე. ეგრეა საქმე? კი. იღვითებს თბილისი და ვდივარგეთებ. გეშინია რომ ვიყო. საიმედო ხელში ვარ. ეგეც სარკეს დაკვეთა იყო, უნდათ რაღაცა როგორი კომედიის გადაღება, იცი რომ აი უცხოელი ჩამოდის საქართველოში და როგორ ხედავს საქართველოს და მაგ სცენარის დავწერეთ და იქ მომაფიქრდა ეგ რომ აი ქართლის დედაში გამოაღვიძებენ ისე დაატრობენ ამას რომ ფიალაში რომ გადმოვიდა და დრუპის სცენა. ზოგადად ტექნიკურად როგორ ქენით? რანაირად დახვედით იმ ფიალაში? კომპიუტერული გრაფიკა უკვე გავამჟღავნოთ ეგ ერთხელ და სამუდამოდ კომპიუტერული გრაფიკა. სხვათა შორის გადაუფრინეთ. რატომღაც იმენა მეგონა რომ აი იმენა რომ სამინისტროს გამოვართვით ერთ ფრენი და გადაუფრინეთ. სხვათა შორის კადრი რომელიც გადაღებულია ზევიდან. ჯერ დრონები მაგ დროს არ არსებობდა და ეს ერთ ფრენის კადრი ხო უნდა გადაგვეღო. გადაუფრინე და აღმოჩნდა რომ ქართლის დედას ამ თას არა ღრუ რა ანუ ნახევარი კონუსი გადაჭრილია რა ანუ ხო წყალი არ დაგმოდის რა სწორია რა თორე ისე რაღაცა იდეის დონეზე ხონდა რომ ვარ ჩავიდეთ ბარე მე გამოსავალი ანუ ესე გრაფიკა ეგ არ ვიცოდი. პავლიონი ავაშენეთ მაგისთვის სპეციალური წვანე ფონი და დარწმუნებული ვარ ყველას ანუ არ იფიქრებდნენ რომ გრაფიკა იყო. არა მეც არ დამიშვია რაღაც მომენტში სტუდიაში. ფიალა ხო შექმნილი სადმე იქნება. ჩვენ გვაქვს ეგეთი ამბავი. მოკლედ ყველა ჩვენი სტუმარი გვიტოვებს ხმას, რადგან ჩვენ ვართ ვოისოვერები. და შენ ხარ ერთ-ერთი უმთავრესი voice-overi. უნდა დაგვიტოვა შენი ხმა და გამოიწეროთ voice-overების არხი უნდა გითხრა და მე დავდებთ ყველგან და კიდევ ერთხელ გავახსენებთ ადამიანებს. აი ხანი სხვათა შორის მაგ პერიოდს ვიხსენებ ანონსები ამ ჩვენი გახმოვანებული და მე ჩვეულებრივ ფილმებზეც მეძახდნენ ხოლმე. გადადა ჩემი რაღაცა სპეციფიურად რო ვაკეთებ. მაგ ხმაზე. კი. გამოიწერეთ voice-overების არხი. კამერაში. ავიხსენო. გამოიწერეთ voice-overების არხი. რა კარგია მეც მაგრამ ჩვენი ბავშვობა. იმენა ჩემი ბავშვობა ეხლა ჩამაბრუნა, ჩამატრიალა ეგრევე.
და არა და აი 20 წელი არის გასული ცოტა მეტი და კაი დრო გასული. ანუ ეხლაც მახსოვს რა, აი განსაკუთრებით ჩემი ძმისგან მახსოვს აქ სადღაცეს. ხო. ღამეებს ვათენებდი, ზეპირად ვიცოდი ევროტურის ტექსტები. ყოველ ღამე ანუ აღარ შევკვა შერყეული მქონდა ტვინი, მაგრამ აზრი არა. ყოველ ღამე მაგაზე ვიძინებდი ძერაღირს. ვენდა ძერაღირს. უძაგარი. გოგო ბიჭი მეგონა იხჭობოდა და გოგო ყოფილა. ყოფილა. კეთო თოფურია რო ახმოვანებდა ერთ-ერთ იმას და იაფარულავაც ხო ის ფლუგენგენ ხოლე. ფლუგენგენ ხოლე. ანს გრუბერ. შევიტანეთ ფლუგენგენ ხოლე. შემოვიტანეთ ფლუგენგენ ხოლენი. ეხა ხო არ გვყავს ეგეთი ცნობილი ადამიანები ამ ახალ ფილმში. მაგიდიას აუცილებლად ექნება. უნდა რომ გამოტეხოს რა, რომ ეს ექსკლუზივი მაინტერესებს ინფორმაცია რა. მაგიდიას ექნება განვითარება, გამომდინარე იქიდან რომ სწორი მარკეტინგია ეგ, როდესაც იმ დროს მაგალითად ვიღაც პოპულარულ ადამიანს ეძახი და ახმოვანებინებ, იმიტომ რომ ის ხმა წყურში, ეხა მაგალითად ამ ფილმში ყავს ჟირაფი ჟოზეს კაცბატონი, მარშანია გიორგი დაკავებული ერთ-ერთ და ძალიან კარგია. როგორც ხმა ძალიან კარგია. ანუ იუმორის ძნობა აქვს საოცარი, სხვათა შორის პატარა ბიჭი იყო, მუსკულების სცენარისტი დაავალეთ და მაკედან ამოვიდა, ანუ მაკედან ის ფენომენი. უკვე რა მაგარია. ჩვენთან მუშაობდა. და კარგი. ანუ ძალიან ბევრ ცნობილ მსახიობს აი პოპულარულს ჩვენც კარგად რო ვიცნობთ გაუჭირდა ადაპტაცია ამ ყველაფერთან. ანუ როგორი რაღაცა იცი? ეს ან გაქვს ან არ გაქვს. ანუ კი გასაგებია თქვათ არტიკულაციით და სწორი გამოთქმით შეგიძლია პირის მოძრაობით კარგი ხმა კონდეს და გააკეთო, მაგრამ თუ არ გესმის ხუმრობის არსი, რაც დევს იმას. არ გრძნობ ყველაფერს. მაგას ყოველთვის ჩვენ ვეძახით პლასტმას, ანუ პლასტმასი გამოდის. მონოტონური და ბრტყელი რა, არაფერი. ის ხასიათი შეიძლება აუხსნა რაღაცა, მაგრამ არ მიიღება შენ უნდა ხო და ბევრს არა აქვს. და შემთხვევით ადამიანებს მაგალითად მე ძალიან გამიკვირდა რომ ჩემ შულს რომელიც მომყვებოდა უყურებდა ამ ფილმს და ერთ დღეს პატარა იყო ძალიან რაღაც ანიმაციურ ფილმში ითხრა რომ გამახმოვანებინო და ეხლა არ გაუტეხე წავიყვანე და შონზიკა დააჯდა იქით რაღაცა გაიკეთა უხარია და მგონია რომ რაღაც ჩავწერ არ ივარგებს და თავისჭიას გავახარებინო დასვა პირდაპირ. ეგ არის გენეტიკაც არის. ნიჭის ამბავია, მაგას ვამბობ რა, ეხლა ჩვენ პოდკასტებში სულ ვამბობთ ხოლმე რა, რომ ძალიან ბევრი მსახიობს, თეატრის მსახიობს, კინოს მსახიობსაც რომ მოვიდნენ, როგორც ვიცი, ეხლა მე იმის მიხედვით უმაგრესი ტემბრებით, უმაგრესი მეტყველებით, უმაგრესი შექმნილი როლებით, თავიანთი კინოშიც და თეატრშიც. ძალიან რთულია გახმოვანების ამბავი რა, აი მოხვიდე, უცებ ყური გაიკეთო, იმას უყურო, ის აღიქვა, გაითავისო და არც ზედმეტი არ გააკეთო, არც ნაკლები და ზუსტად ის დაასვა. თან ლიფსინკიც ხო გჭირდება, მან ცალკე კიდე საფიქრალი გაქვს, რომ მარცვლების ზომა-ზომაში კომბინირებულად უნდა ანუ და თან მაინც რაღაცა მგონია, რომ აი მე მაგალითად საერთოდ არ ვარ მსახიობი პროფესიით რა, რადიოთი და ვთქვათ წერით მოვედი ამ პროფესიამდე. მაგრამ აი მე რო არ მყварებოდა ესე ძალიან კინო და ლაშასაც. იმიტომ რომ ლაშაც ტელერადიო ჟურნალისტია რა, პროფესიით არ არის მსახიობი და ჩვენ რო ესე ძალიან არ ყварებოდა კინო და თქვა და არ ყოფილიყავით ადამიანები რომლებიც გიждდებით ამ პროცესზე ვერ გააკეთებ. ანუ ან გიყვარს, ან არ გიყვარს. აი იმის შანსი რომ შენ უბრალოდ ხელფასზე ხარ და ახმოვანებ, ანუ არ გაქვს რა. კი. ხო რაღაცა ეგ არის და მგონია რომ მივაგენი ხა თან თქვენ რო გისმენდით და ფიქრობდი. რა არის მთავარი ამ თემაში? ანუ შენ უნდა კონდეს რაღაცნაირად თანდაყოლილი შინაგანი კომიზმი. ბევრმა კორიფე მსახიობმა ცადა იუმორისტული როლის შესრულება და არ გამოვიდა. ანუ ეს თანდაყოლილი შინაგანი კომიზმი ანეკდოტის მოყოლა რო შეგიძლია.
ზუსტად. მე მაგალითად არასდროს არ შემიძლია. ერთი და იგივე ანეკდოტს რო სხვა ძალიან მაგარი ანეკდოტი რომ მოვყვე, არ გაგეცინება და მაგალითად შენ ძმას აქვს ისეთი კაი უმორი, ხო, რომ ვაფშე სხვა ისა რა. მაგრამ რო დამიწეროთ, ანუ აი რო დამიწერო, გავახმოვანებ ძალიან კარგად, ხმასაც დავსვა მოვირგებ, იმიტომ რომ მე მომწონს ხარისხიანი უმორი. გიждები, თუმცა მე არ მაქვს. ასაგები. ეგ თუ გაქვს, მე აი ბარიერი რო გახმოვანება და მიკროფონის შიში და კამერის შიში, ეგ მაგებს დაძლევ, ეგ ყველაზე ადვილად დაძლევადია, თავი ის კონდეს რა. ხო, ეგ უკვე პრაქტიკის ამბავია. წაიკითხე ხო და ის ხუმრობა რომელიც იქ წერია და აზრიდებს და შენ რო გაგეცინება. ო, სწორად მიხვდე. ხო, რო ვინ დაწერა, ანუ გაგისწორდება, ანუ ეგ უნდა კონდეს, მეტი არაფერი. ხმის ტემპსაც დახვეწავ რაღაცა რძეს დალევ. თავარი მაინც ეგ არის ხო. პრაქტიკა გამოიყვანს მაგ დანარჩენ ყველაფერს ეხა რაც ახსენე შენ რა. მოკლედ, ძალიან ბედნიერები ვართ რომ ის ეფექტები ხანდახან შეიძლება გამოგარგეს პირიქით სახასიათო როლი შეგვიძლია. ზუსტად და არ იყოს მონოტორი და ერთნაირი რაც რაღაცები გვინახავს რა. მე ხა მაგალითად აი ზუსტად მაქსნეთში ერთი როლი მქონდა ხო რამ იმ დროს რამოდენიმე როლის გახდა ანუ ყოფილა შემთხვევა რომ ჩემი პერსონაჟი ელაპარაკებოდა მაგრამ შეცვლილი ხმა რაღაც ჩიფჩიფა პერსონაჟია ძალიან იმაშვები ხა ვანტომე მყავს კარგია მე ჩიფჩიფა პერსონაჟია და ბუნებრივად არ გამომდიოდა და რაღაცა ესეთი ჩხირი გამოვთალე კაპისავით რაღაც და შიგნით კბილებს შუა აუ რა დავიტანჯე მაგრამ ნუ ეხლა როლი გამოვიდა როლი ეხლა მაგაზე გამახსენდა ევროტურის ის რა ქვია უთხარი გოგორო სიგარა ჩაიდებს პირში ეგეც ეგრე ლაპარაკობს იქაც ეგრე ლაპარაკობს ძალიან კარგი ეგ შენ ხარ შენ არ მახსოვს ეხლა კარგად მეც აღარ მახსოვს ვინ არის დრუპია ხო ეგეც ძალიან კარგი მოგონუ ეგეთ ჯოტიები და ჯოტიანცა აუ ეგეც რა მაგარი ეგ აღარ მახსოვს ეხა გამახსენდა ცხოვრებას ფერი არ ქონია მხოლოდ ნარინჯის ბოდიში ბებო და შენს ჰეტი ნუ ღალღამისთი მე რო ყოფილი ვარ ჯერ ტოლფასი პელეს გარინჩის რადგან დინამოს დუბლებთანაც მაღლა ჩაიჭი ჯოტია ცავა იყო თან სევდანარევი საშინელება და თან უმხიარულესი. ხო, ზანდა მე გადაობა მე ეგ გაახმოვანა ჩაულებრივად არხმა და ჩაულებრივი გახმოვანა. ეს რა? გია თვლი რომ გახმოვანების თემაში რა თქმა უნდა ეხა 1000%-ით ვიცი რომ ჩვენიანია და იქნება ჩვენს გახმოვანებულ ფილმებში, მაგრამ აი გენიალური ხასიათები აქვს შექმნილი და აი თუნდაც ჯოტი ახლა გასაგებია ჭანტურია და რაღაც ვიტრო კუთხური სეპარატიზმი ჩაერთო საქმეში და გამოვიდა მაგრამ ნუ ყველა პერსონაჟი იგივე მაგალითად ფორმულა 51-ის აუ ეგ რა კაია აი ახლა მე შემომხედე რომელი დედა ტერეზა მნახე შენი დედამოწყლული პრობლემების გულისთვის ჩემი მანქანა რატო უნდა გადავაგდო დიტაშევეცი ფელიქ დესუზა ის თავს ხმავნებს ფელიქ დესუზას და აეროპორტში რო დახვდება ის ხულიგნები რომ აუ უებსემ ჩემ ზიზია ფეხსაცმელებს აუ ძალიან კარგია და მაგ ჯოტიაში არის ეგეთი საერთოდ რო წერთ ხოლმე გვარები იქაური გვარები ჩვენებურად არ უწერთ ახლა გზაში რა გვარიც მოვიფიქრებ და ახლა გამოსცემდა მაგაზე რომ სადღაც ვარჯიშის კადრია და არბიან და ვიღაცას მწვრთნელი ეძახის რაღაც გვარს არც მახსოვს რა სვით ვიღაცა უნდა მოვიფიქრე შესაძლოა ქართული სიტუაცია გვარი მოვიფიქრე სული შემიგუბდა კი რა იმდენი ვიცი რა გვარი მოვიფიქრე ნუპაგაძე აუ რა კაია ნუპაგაძე ეგ ცოტა უცნაური თემაა რომ დაუფიქრე რაღაც საკუთარ რაღაცას რომ მოვიფიქრე იმაზე რომ ძალიან ვიცი და მახსოვს რაღაცა ხმის რეჟისორი რა ისეთი ხალხი ვხედავთ რომ
ბიჭო, კაი, გასაგებია, მოვიფიქრე მეცინებმა, ვერ ვჩერდნენ და ესენი მეყუ გაყურებულები. ანიკურა. აი თავისი ჰუმორზე. ჩავიცი. მოკლედ ჩვენზო გავიხსენეთ ეგ ლეგენდარული ფილმები, ძალიან დაგვიბრუნდება ძალიან მალე და ველოდებით, გიჟებივით. პირველი ჩვენ ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და იყავი ჩვენი ეპიზოდის ნაწილი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო შენ გარეშე ჩვენი ამ ხაზის YouTube-ზე ჩვენი პოდკასტების დიდი ხანი გვინდოდა რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ გონია რომ ზოგადად ძალიან ნახეთ ზოგადად გახმოვანების სფეროში არა მხოლოდ იუმორისტული თვალსაზრისით, რა, აი გახმოვანების სფეროში ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით, რა, თქვენ ჯგუფს მთლიანად და მაგ კულტურის დამკვიდრებაში ადამიანებში გაჯდა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვილია რა, ესე მასიურად რაღაცა თქვენგან დაიწყო. სხვა მიმართულებებს რო თავი დავანებოთ, თქვა ქვეყნისთვის მართლა რაც გაგიათებიათ ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ეთყობა რაღაცა ის თაობა ვართ, ვინც ძალიან ჩვენ თავზე ვიგრძენით ეგ. და მგონია რომ აი დღეს რო თქვა ახალი გახმოვანების მსახიობები ჩნდებიან, რაღაცა ახალი მიმართულებები ჩნდება, მაინც სულ გაყვება ხაზად რა, იმიტომ რომ არის რაღაც, რასაც გააკეთებ და შეიძლება რაღაც 2-3 წელი არსებობს და ის იყო რაღაცა ის მოვლენა, რომელმაც რაღაც მერე გაიჩინა ახალი მიმდინარეობები და გაიჩინა პრინციპში ის პრეტენზია, რომ იმ საფუძველზე რაც თქვენ მოგვეცით, ჩვენ გქონოდა პრეტენზია, რომ რაღაცა უხარისხო გვეცადა მაინც, რომ არ გაგვეკეთებინა. ხო და მადლობა ამისთვის, მთელი ერის სახელით. და მადლობა რომ მოხვედი. კინოს სიყვარული იყო ყველაფერი და კინოთეატრებში იარეთ ხალხო. მაგას მოგიწოდებთ, იმიტომ რომ გემო კინოს ნებისმიერ ჩვენი გახმოვანებული გინდა იყოს და გინდა არა გახმოვანებული გემო კინოსი არის კინოთეატრი. ყველად არ მოუგონიათ. კი ძახიან ეხა რომ ინტერნეტის ეპოქა და გადაშენების პირას არის, მაგრამ აი ის რაღაც აი მსახიობებს როგორც აქვს რა ის სცენის მტვერი, ეგ კინოთეატრს ეგ ხიბლი აქვს, რომ ჩამქრალი შუქი კონკრეტულად შენთვის მოწყობილი ყველაფერი იმისათვის და შენაირი ტყვის ადამიანები გვერდით. და ენერგეტიკა. რაც გვედება ყველას. ძალიან დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მოკლედ ჩვენ ბავშვობის, ახალგაზრდობის გალანმაზებისთვის და იმისთვის, რომ აი მართლა რაღაც ის ცუდი პერიოდი გადაატანინეთ ხალხს ესე მხიარულად რა და რავი და გაგრძელდება და ახალ თაობაში მგონია რომ მეტად დაფასდება. სიზნელები კიდევ არის ქვეყანას აქვს კიდევ გადასალახი და მოდი ერთად გადავლახოთ მხიარულებით და იუმორით. კარგი იუმორით. ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან დიდი მადლობა ციკო შენ. ძალიან დიდი მადლობა ლაშა შენ. ძალიან დიდი მადლობა ზილიკოს რომ ჩვენთან ერთად იყო, დიდი მადლობა ქრისპის რომ ამდენი ხანია კიდევ უფრო ჩვენთან ერთად არის და იქნება. გვახრამუნებს და დიდი მადლობა Moviewers ჩვენს ერთ-ერთ power მეგობარს. Facebook-ზე აუცილებლად გამოიწერეთ Moviewers-ი, რადგან ფილმებზე, კინოებზე, voice-over-ებზე, მთლიანად ამ ყველაფერზე, ფილმებზე ხო კა, სერიალებზე ყველაფერს ახლა გაიგებთ Moviewers-იდან. დიდი მადლობა რომ თქვენ აქამდე იყავით და კარგად.